საქართველოში უწყვეტი პროტესტის 150-ე დღისთვის ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ქართული ხალხის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების ხმის ჩახშობით ქართული ოცნება ქვეყნის ტრანსატლანტიკური თანამეგობრებისგან იზოლირებას ახდენს და საქართველოს წირავს მომავალი რეპრესიებისთვის რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობით. წერილს ხელმომწერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ ვიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი, წევრები სენატორი ჰელდონ უაიტჰაუსი და სტივ კოენი, ასევე რიჩარდ ჰადსონი და სენატორი ჯონ კორნინი. ისინი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოუწოდებენ შეუერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნას. ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების 150-ე დღე სრულდება, რაც ქართველების ერთგულების არაჩვეულებრივი გამოხატულებაა მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი უარს ამბობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების არალეგიტიმური რეჟიმისთვის დათმობაზე. ქართული ოცნება ხელისუფლებას ებღაუჭება, ართმევს ქართველებს იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებებში უმნიშვნელოვანესია. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების ხმის ჩახშობით ქართული ოცნება თავისი ქვეყნის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისგან იზოლირებას ახდენს და საქართველოს წირავს მომავალი რეპრესიებისთვის რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობით. საქართველოს სიცოცხლით სავსე დემოკრატიულმა სულისკვეთებამ ის ერთ რეგიონში იმედის შუქურად აქცია. თუ საქართველო ავტოკრატიისკენ ამ გზას გააგრძელებს, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს და თავისუფლებისთვის. 10 წლეულების ბრძოლის შემდეგ ქართველებს გავწირავთ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავტორიტარული მთავრობის ქვეშ ტანჯვისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შემოგვიერთდნენ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში. უმოქმედობა არამხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებსა და ოცნებებს უღალატებს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას.